დღის ბოლოს რუსთავში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული. რა მოხდა ჭყონდიდელის დასახლებაში? დანაშაულის სწორედ იქაა ჩადენილი. მოკლულია 40 წლამდე კაცი, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს. ფორმულა დეტალებს არ ყვევს, რასაც ახლა გიორგი კვიჟინაძე მოგვიყვება პირდაპირ ეთერში რუსთავიდან. ვახო მოკლულია 47 წლის ვეფხო მაისურაძე, ის სასიკვდილოდ სავარაუდოდ მისმა მეზობელმა კახა ბადრიშვილმა გაიმეტა. სავარაუდოდ დამნაშავე უკვე ჩვენი ინფორმაციით დაკავებულია. ის დააკავეს სამართალდამცველებმა სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩატარდა ასევე დაკავების სპეცოპერაცია და ღონისძიება. აქ მკვლელობის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც ადგილზე მეზობლები გვიყვებიან, სავარაუდოდ კონფლიქტი დაიწყო ყოფით ნიადაგზე. ერთ-ერთი ქალი, რომელიც მარტოხელაა და ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, სავარაუდოდ დამნაშავე მას ჩაუჭრა ბუნებრივი აირი. ამის შემდეგ კი დახმარების თხოვნით სწორედ ვეფხო მაისურაძეს მიმართა. როდესაც ადგილზე მოვიდა ვეფხო მაისურაძე, ის შეხვდა კახა ბადრიშვილს, რა დროსაც დაიწყო მათ შორის დაპირისპირება და სავარაუდოდ კახა ბადრიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. 47 წლის კაცის ადგილზევე გარდაიცვალა. თქვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. სავარაუდოდ დამნაშავე, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი ინფორმაციით დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლი დაიწყო. ეს არის განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება. რაც შეეხება, თქვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში ახლა გადაადგილდებიან მეხანძრე მაშულები, რომლებიც იმყოფებიან ასევე შემთხვევის ადგილზე. ტერიტორია მთლიანად არის შემოსაზღვრული ყვითელი ლენტით. საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და როგორც უკვე გითხარით, მოკლულია 47 წლის ვეფხო მაისურაძე. მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. სავარაუდოდ დამნაშავე კი სამართალდამცველებმა სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ეს გიორგი კვიჟინაძე იყო პირდაპირ ეთერში რუსთავიდან.